მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმები შიდა ქართლს. მივესალმები გორს, კაცს, ქარელს, ხაშურს. მივესალმები საოკუპაციო ხაზთან ცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და 4-ვე მუნიციპალიტეტში ცხოვრებ ჩვენს დევნილ მოსახლეობას. მივესალმები ჩვენს დელეგატობის კანდიდატებს, ბატონ ლადოს ხინჩეგაშვილს და ბატონ ზაზად უგლაძეს. ღირსეულ ხალხს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში შემდეგ მოწვევაში თქვენს რეგიონს. შიდა ქართლში მცხოვრებმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოცადა როგორც ოკუპაციის, ასევე საკუთარი ხელისუფლების 2012 წლამდე მაქვს საუბარი ქმედებებისგან გამოწვეული ზიანი. თქვენ იქით შეგიძლიათ მოუყვეთ და ასწავლოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპაციის, ომის, მათი თანდოვი წარუშლელი დაღის და მეორე მხრივ მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ. ქართლის ისტორიაც ეს არის. მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, რწმენისთვის და სამშობლოსთვის უღალატო ბრძოლის ისტორია და არა უცხო ძალების დავალებების შესრულება. აგენტურული პარტიები დღეს ლაპარაკობენ ერთ ხმაში და ხშირად მოისმენთ მათგან უცხოეთიდან შემაშფოთებელი გზავნილები ისმის და ასე შემდეგ. შემაშფოთებელი კი არა, გამაფრთხილებელი გზავნილებიც კი არ გვახსოვს, როცა პირდაპირ ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდა ბიჭებს. ხალხს ღამე ბიზნესებს აფორმებინებდნენ სხვებზე. არეკეტებდნენ, ტელევიზიებს იტაცებდნენ, ტერიტორიებს რუსეთს აბარებდნენ. მაშინ არათუ შემაშფოთებელი ელემენტარული გაფრთხილების მიმანიშნებელი გზავნილებიც კი არ გვახსოვს და დღეს პირიქით თურმე შემაშფოთებელი გზავნილები ისმის. კარგად უნდა დავფიქრდეთ, რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. რა ინტერესია ასეთი საქართველოს მიმართ? მათ მიერ დანიშნული ოპოზიცია ვერ მოდის თქვენთან, ამ ხალხთან ვერ მოდის, ვერ გელაპარაკებიან. პრაქტიკულად არ ატარებენ ისინი საარჩევნო კამპანიას. სამაგიეროდ ისინი დადიან სხვადასხვა ქვეყნებში, ზოგან ღიად, ზოგან ფარულად იმისთვის, რომ უცხოეთიდან რაც შეიძლება მეტი შემაშფოთებელი გზავნილი წამოვიდეს. ქვეყნის გარედან რაც შეიძლება მეტი მაშველი რგოლი გადმოუგდონ წყალწაღებულ ოპოზიციას, რომელსაც მაინც არაფრის შანსი აქვს, იმიტომ რომ ქართველებმა კარგად გავაანალიზეთ წარსულიც, აწმყოთ და ქართველი ხალხი ჩვენთან ქართულ ოცნებასთან ერთად იქნება ის, ვინც თავის ბედს თვითონვე განსაზღვრავს და უზრუნველყოფს ამ ქვეყნის ნათელ მომავალს, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. ისევე როგორც ჩვენ ყველამ ერთად უზრუნველყავით, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში ომის რისკი დასულიყო ნულამდე. ისევე როგორც დავიცავით ჩვენი ქვეყნის ღირსება და საქართველოს შედგა როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და მომავალში ასე გაგრძელდება. მომავალში ჩვენ უნდა განვამტკიცოთ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარისხი. ისევე როგორც უკანასკნელ წლებში ჩვენ შევძელით პირველ ადგილზე ყოფილიყავით ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. რაც იმის გარანტია და უთხარი დასტურია, რომ კეთილდღეობა მხოლოდ ამ გზით მიიღწევა. ამიტომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი სლოგანი, დევიზი და ის გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმო და მივესალმო ჩვენს ჩემპიონებს, ლაშას და განსაკუთრებით აი აქ გენო პეტრიაშვილს. კაცი, რომელიც სიამაყის სიმბოლოა და თქვენ აქაურებს განსაკუთრებით გიამაყებათ. ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სიამაყეს გაუმარ? ჩვენ ჩემპიონებს გაუმარ? ჩვენს ქართულ ოცნებას გაუმარ? ძალიან დიდი მადლობა, საოცარი მუხტია. უღრმესი მადლობა ამისათვის. ჩვენი ოცეულის წარდგენაზე ირაკლი კობახიძემ ისე დეტალურად დაახასიათა ჩვენი ყველა ლიდერი, რომ მეც დღეს ბევრ საუბარს ამ თემებთან დაკავშირებით მოვერიდები და მე მინდა პირდაპირ სცენაზე ვთხოვო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.
მოგესალმებით თურფასო ქართველებო მივესალმებით ჩვენი საამაყო რეგიონის შიდა ქართლის მაგარ ხალხს პატრიოტ ხალხს მებრძოლ ხალხს დიდი მადლობა მობრძანებისთვის მეგობრებო დღეს მსურს ჩემი გამოსვლის ძირითადი დრო დავუთმო მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბარს და თქვენთან ერთად გავიხსენო აგვისტოს ომის მძიმე შედეგები მე კარგად ვიცი ვის ვესაუბრები დღეს და ვინ თუ არა თქვენ ჩვენო მაგარო ქართველებო მებრძოლებო იცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უკვე 16 წელი გავიდა და ამ ომმა დაგვიტოვა თითოეულ ჩვენგანს მოუშუშებელი არა ის ჭრილობა რომელიც არასოდეს არ შეხორცდება სანამ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს მშვიდობით არ დავიბრუნებთ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს მეგობრებო აგვისტოს ომის მძიმე დღეები ის საშინელი ტრაგედია და განსაცდელი რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით თქვენს რეგიონს ეს ომი განსაკუთრებულად კინეული აღმოჩნდა თქვენთვის რადგან პირადად გამოსცადეთ ომის შედეგები ჩვენ დავკარგეთ დამატებით 100-ზე მეტი სოფელი კოდორის ხეობა ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩვენი გმირები პოლიციელები ჩვენი თანამოქალაქეები და ამ ომმა გამოვიწვია ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია დაბრუნდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი რომელმაც დატოვა საქართველოს 2007 წელს თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ შეგნებულად არ აგვარიდა ეს ომი რითაც ჩაიდინეს ღალატი და გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი ამ ომმა ჩემო მეგობრებო კიდევ ერთხელ გამოაჩინა ჩვენი გმირი ქართული ხალხის სახე ჩვენ ვიხილეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცების გმირული ისტორიები შინდისის ბრძოლა ანწუხელიძის და სხვათა გმირული საქმენი მაგრამ ასევე სამწუხაროდ ვიხილეთ მხდალი გამყიდველი ხელისუფლების სახე გახსოვთ კარგად თელ სოფლიოში თავი როგორ მოგჭრა მაშინდელმა პრეზიდენტმა რომელმაც ომის დღეებში და სიმბოლურად 11 აგვისტოს მაშინ როცა ჩვენი შინდისელი გმირები ჩვენი ჯარისკაცები თავგანწირვით იბრძოდნენ თავს იღებდნენ საკუთარ მიწა-წყალს იმავე დღეს ჩვენ ვნახეთ მიწაზე გართხმული შეშინებული პრეზიდენტი ვნახეთ გაქცეული მინისტრები იმ დროინდელი ხელისუფლების პარლამენტის წევრები ეს ეგრეთ წოდებული ჩაგროელი პოლიტიკური ელიტა რომელმაც გაწირა ჩვენი ქვეყანა და ხალხი ამ ომისთვის და ამ ომმა დაგვანახა რომ როცა გამყიდველი ხელისუფლება არის სათავეში როცა ეს ეგრეთ წოდებული აგენტურა მართავს ქვეყანას ისინი არ ზრუნავენ მეგობრებო ჩვენს ხალხზე არამედ ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ თავზე მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე მხოლოდ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე გამახსენეთ თუ შეიძლება რომელი პოლიტიკოსი მინისტრი თუ პარლამენტარი ან მათი ოჯახის წევრი ომობდა და ვინ შეეწირა ამ ომს რა თქმა უნდა არც ერთი ვინსად გარბოდა გახსოვთ კარგად არიცოდნენ ისინი ერთმანეთს ასწრებდნენ გაქცევის და ამ დროს ჩვენი საამაყო ხალხი ჩვენი გმირი ხალხი გმირი ჯარისკაცები გმირი პოლიციელები შეეწირნენ მათ ამ ბინძურ ავანტიურას და ამ უგუნურობას და რომ არა ჩვენი პატრიარქის ჩვენი ბრძენი პატრიარქის პირადი ჩართულობა გამბედაობა და თავდადება გახსოვთ რომ ჩვენი გმირების ცხედრების გამოყვანაც კი არ ადარდებდა სააკაშვილის ხელისუფლებას და რა მოხდა ომის შემდეგ მეგობრებო გახსოვთ რომ ჯერ გმირების ცხედრებიც არ ყავდათ გამოსვენებული როცა აი ამ გამყიდველმა ხელისუფლებამ
რუსთაველის მოედანზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და წაგებული ომი აზეიმეს და მიშა აძახებინეს. აი ამის შემდეგ მისი დავალებით ხელი მოაწერეს ანტისახელმწიფოებრივ, სრულიად მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში. ეს ხო პირდაპირ ღალატი იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. და ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეში ამ ომიდან იმ დროს, როცა რუსეთი აშენებდა ახალ რუსულ სამხედრო ბაზებს ოკუპირებული აფხაზ და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, სააკაშვილის გამყიდველმა მთავრობამ რუსეთს გაუხსნეს ჯერ სამხრივად რუვიზო რეჟიმი, პირადად საზღვარზე ხვდებოდა თავად ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილი რუს ტურისტებს, გახსოვს შემდეგ როგორ გადასცეს ჩვენი სახელმწიფოს აქტივები, სტრატეგიული ობიექტები, ენერგეტიკული ობიექტები და ცხოვრება გააგრძელეს ბედნიერად, ისე თქოს არაფერი არ მომხდარა. და სამწუხაროდ მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ასევე მოიქცა მთელი დანარჩენი სამყარო, მთელი მსოფლიო. ყველამ გააგრძელა ომის შემდეგ რუსეთთან ვაჭრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას. ამიტომ მეგობრებო, ეს ომი არის გაკვეთილი ჩვენთვის. გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ჩვენს გამო და ჩვენი ტერიტორიებისთვის არავინ არ იომებს. არავის არ ადარდებს, უნდა ვთქვა პირდაპირ. რამდენი ქართველი დაიღუპება ომში. რადგან ყველას აქვს საკუთარი ინტერესი. ყველას ადარდებს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესი. 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულ გამარჯვების პირველივე დღეებიდან ჩვენს ქვეყანაში დამყარდა უპრეცედენტოდ უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობა. რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არც ერთი მმართველის დროს არ მომხდარა. ჩვენ არ ქონია ომი და არ დაგვიკარგავს დამატებით ტერიტორიები. და რა თქმა უნდა, ეს არის ნამდვილი პატრიოტი და მებრძოლი კაცის, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ამიტომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ, სანამ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ხელისუფლება ქართულ ოცნება არის ხელისუფლებაში, ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა, იქნება სტაბილურობა, იქნება განვითარება. მაგრამ მეგობრებო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს ისევ აი ეს ბოროტი ძალა, ვინც ამხელა უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ომის გარდა გასწოთ რა დრო იყო ქვეყანაში, აღარ გავემეორებ, მაგრამ შიში, ტერორი, უსამართლობა ჩააგურა ჩვენი ხალხის. მკვლელობები, პატიმრების წამება, გაუპატიურება, არც თავისუფალი მედია არსებობდა, არც სამართალი არ არსებობდა, ბიზნესის ტერორი მიმდინარეობდა ქვეყანაში. და იყო სრული განუკითხაობა. და მაინტერესებს მაშინ რატომ არ ჩადიოდა ვინმე ეკა გიგაური, ან ლომჯარია, ან საბანაძე და სხვა აგენტები, რატომ არ ყვებოდნენ ჩვენი ხალხის შაგრაზე ამერიკის კონგრესში მაშინ. მაშინ რატომ არ იძახდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ დემოკრატიის უკუსვლა ხდებაო. დემოკრატიის არც ერთი ნიშანწყალი არ იყო ქვეყანაში. გახსოვთ კარგად ყველას. და მაშინ ვიტყვი პირდაპირ, რომ აი ამ სისხლიან დიქტატორს დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ. ასეთი დამოუკიდებულება, მეგობრებო, ხომ არის შეურაცხყოფა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის. ხალხმა კი იცის, რომ ყველაზე ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური კრიმინალების ბანდა მართავდა ჩვენს ქვეყანას. და დღეს, მეგობრებო, აი ეს ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული ბოროტება ჩვენს ახალგაზრდობას პირდება ევროპულ ინტეგრაციას. მაშინ როცა მათ არაფერი არ გაუკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე და პირიქით ყველაფერს ანტიევროპულს და ანტიდემოკრატიულს აკეთებდნენ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში. ამ დროს თქვენ იცით, რომ ყველა მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ ქართული ოცნების ჩვენი დამსახურება, იქნება ეს უვიზო რეჟიმი ევროპაში
თავისუფალი გადაადგილება, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მშვიდობა, სტაბილურობა და პროგრესი ყველა მიმართულებით. ამიტომ მინდა მათ მივმართო, ახლა ვინც ჯერ კიდევ მხარს უჭერს სააკაშვილს, აი ამ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, მის მოკავშირე სატელიტურ პარტიებს და კოალიციებს, რომ ევროინტეგრაციის ნაცვლად თქვენ მიიღებთ ისევ სისხლიან დიქტატურას. მშვიდობის ნაცვლად მიიღებთ ომს, ხოლო ახალგაზრდებს ევროპის ნაცვლად წაიყვანენ ომში. თვითონ კი გაიქცევიან ევროპაში როგორც ეს წინა ომის დროს გააკეთეს. ამიტომ კიდევ გავიმეორებ, გაუვაზრებელი რაღაც უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს და შემდეგ გვიანი იქნება სინანული. მეგობრებო, დღეს ეს ბოროტება აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირეები, გვარამია, მელია, ხაზარაძე, გახარია, გირჩი ჯაფარიძე. სხვათა შორის მინდა გავიხსენო, რომ ეს უკანასკნელი როგორც სამარცხვინოდ მოიქცა. აი აქვე საოკუპაციო ხაზთან, გახსოვთ ყველას კარგად. იმ ხაზთან, იმ ხაზს, რომელსაც იცავენ ჩვენი საამაყო პოლიციელები, ეს არ არაობა ადამიანი გახსოვთ, რომ მივიდა და სამარცხვინო პერფორმანსი დადგა. აითაც მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს ხალხს. აი ჩვენს დაღუპულ გმირებს. იმ ხალხს, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ამ გამყოფი საოკუპაციო ხაზის მიღმა. ამიტომ ასეთი ხალხი ითხოვდა გახსოვთ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მეომრების გაგზავნას და მეორე ფრონტის გახსნას. დღეს ვითარება მეგობრებო და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გარემოა. მესამე მსოფლიო ომის საფრთხე მატულობს და ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა გაზრდილი. ამიტომ თითოეული პასუხისმგებლიანი ჩვენი მოქალაქის პირდაპირი ვალდებულებაა ჩვენი ქვეყნის დაცვა და გადარჩენა ომისგან და ომში ჩათრევისგან. ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ და ქვეყნის გამყიდველებს კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ სამართლიანი პასუხი და გამანადგურებელი შედეგით უნდა დავამარცხოთ ომის და ქაოსის მომტანი ბოროტი ძალები. 26 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად. გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს სიმართლე და გაიმარჯვებს საქართველო და ჩვენი მაგარი ხალხი. მერტი იყო ჩვენი ფარველი. დიდი მადლობა. ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი კახაკალაძე. მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმები მთელ საქართველოს შუა ადგილიდან რომელსაც საქართველოს გულს უწოდებენ. მივესალმები გორს, მივესალმები ხაშურს, ქარელს, კასპს. მივესალმები შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ქართველ და ოს და-ძმებს. წამს და მჯერა, რომ ოკუპაცია დროებითია, ხოლო ჩვენი ერთობა არის გარდაუვალი და მარადიული. მეგობრებო, ალბათ ზედმეტია იმის ახსნა, რა მოუშუშებელი ჭრილობა ექცა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში. კითხვა, რატომ აღიარა თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ომის დაწყება? რატომ მოაწერა ხელი რეზოლუციას, რომლის თანახმად ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა? ამ ყველაფერს ჭირდება პასუხები. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ვერ დაიცვეს საქართველოს მოსახლეობა, ვერ აარიდეს ქვეყანას ომი და უბედურება, დღესაც ცდილობენ ისევ ომში ჩაგვითრიონ უცხოური ძალების დაკვეთით. დღეს კიდევ უფრო გააშმაგებით ებრძვიან საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. თუმცა აქ მინდა უთხრა ყველას, სრულიად საქართველოს, რომ რაც არ უნდა შემოტევები იყოს, რაც არ უნდა შეურაცხყოფები მოდიოდეს, რაც არ უნდა შანტაჟები, მუქარები,
ქართველ კაცს ვერავინ დააჩოქებს და სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ყოველთვის დავიცავთ საქართველოს ინტერესს, ყოველთვის დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესს. დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანა უკან მიდის. გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ითვალისწინებს, გამჭირვალობას, თითქოს რუსულია. და ამ ყველაფერს გვეუბნება ხალხი, ვინც სააკაშვილის ბოროტებას, რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. მე აღარ გავაგრძელებ და არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. როგორი ძარცვა, გაუბედურება, ყვლა ახალგაზრდების ბიზნესის წართმევა და ეს ყველაფერი ინიღბებოდა დემოკრატიის შუქურით. დღეს ყველაფერი ცხადია, ყველაფერი ნათელია და ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად 2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამართლებრივად შეფასდება და ყველაფერს, რა თქმა უნდა, თავისი სახელი დაერქმევა. რადგან ვერასდროს ვერც ერთმა ვერ გაბედოს ქვეყნის ინტერესებით პირად ინტერესებს შესწიროს. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, ჩემო მეგობრებო, ომსა და მშვიდობას შორის, ჩვენი ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და უსამშობლო ადამიანების მიერ თავს მოხვეულ პროპაგანდას შორის. სწორედ ამიტომ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დიახ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ამით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, შვილებისა და შვილიშვილების მომავალი. გახსოვდეთ, რომ ზუსტად თქვენი ხმა არის ამ არჩევნებში გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა პარლამენტში საჭიროა არა პარტიის ლიდერებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის. და ეს რა თქმა უნდა ასეც იქნება. ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მოვიგებთ და მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ ვართ ღირსეული ერი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით უზრუნველყოფთ ქვეყნის ევროპულ მომავალს. 26 ჩვენი დღეა, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა. გაგიმარჯვოთ, ჩემო ქართველებო, ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. საპარლამენტო არჩევნებია და ამ რეგიონში ჩვენთან წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში ისედაც არაკლია, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი გვყავს. აქ მე ვხედავ ანრიო ხანაშვილს, ირაკლი მეზურნიშვილს, აქ მე ვხედავ გიორგი სოსიაშვილს. ჩემპიონებიც ძველ თაობაშიც ბევრი გვყავს წინა პარლამენტში. ბატონი შოთა ხაბარელი, მივესალმები დიდი პატივისცემით. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მართლა თუ საომარი იქნება და მეტი გზა არ ექნება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი საომარი იქნება პირველ რიგში. თქვენი საომარი იმ გულწრფელი ადამიანების, რომლებიც რეალურად პატრიოტებს წარმოადგენენ და თქვენ ყავთ, არ შემიძლია ეს რომ არ მეთქვა, არ შემეძლო. ხარის რწმუნებული, რომელმაც ერთ-ერთმა ბოლომ ლევან ხარაბაძემ ბოლო დატოვა 2008 წელს ცხინვალის რეგიონი. აი ესეთი ქართველები იბრძვიან შვიდობისათვის. დღეს გამოწვევა შვიდობისათვის ბრძოლაა. სენატზე ვთხოვ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მოგესალმებით ქართლის გულში, სადაც ყველაზე მაგრად ზგერს საქართველოს მაჯისჩემა, გამორჩეულად ვაჟკაცი, მშრომელი და ნიჭიერი ხალხის სამშობლოში. იშვიათია საქართველოს სხვა კუთხე, რომელსაც ამდენი ჭირვარამი, შემოსევა, გრევა და ღალატი გადაეტანოს და მაინც ასე მტკიცედ, შეუპოვრად, ერთგულად მოეტანოს დღემდე ქართული სიტყვა, ქართული სული და ქართული შემართება. ყველა მომხდურმა იცის, რომ თუ საქართველოს დაზიანება გინდა, მისი ხერხემალი შიდა ქართლი უნდა გატეხო. ამიტომაც კანონზომიერია, რომ სწორედ ამ მხარეში, ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში 2 ომის გადატანა მოუხდა საქართველოს. ომების, რომლებმაც სისხლიანი იარა დაგვიტოვა ჩვენს და ჩვენს მოძმე
ოს ხალხსაც. 2008 წლის ეროვნული ტრაგედიის გამო თქვენ გორელებმა და შიდა ქართლის მკვიდრებმა ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. რაც დრო გადის უკრაინის ტრაგედიის ფონზე, მით უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი და რეალობა, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ ვდგავართ და საკმარისია ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა, ერთი შეცდომა, რომ ჩვენი ქვეყანა და ეს მხარე ხელახლა დაინგრეს და გაპარტახდეს. ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ შევიდეს ომებისა და ნგრევის და ჩაკეტილ წრეში, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის როგორც იქნა თავი დავაღწიეთ. მეგობრებო, ამ ქვეყნად ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი გამჭრიახობა და ძალისხმევა სჭირდება მშვიდობას და არა ომს. ომის დაწყება მარტივია, ის ნებისმიერმა სულელმა შეიძლება დაიწყოს. ძნელია მშვიდობა, ძნელია შენება, რაც უკვე 12 წელია ჩვენი ხელისუფლების საზრუნავია. და სწორედ იმიტომ, რომ ვირჩევთ წინდახედულობას და არა თავქარიანობას, ვირჩევთ ჩვენი ხალხის ინტერესებით მოქმედებას და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურებას. ერთადერთი ხელისუფლება აღმოჩნდით, ვინც შეძლო შეენარჩუნებინა მშვიდობა, ერთი მისხალი ეროვნული ინტერესის დათმობისა და უკან დახევის გარეშე. ოპოზიცია გარწმუნებთ, რომ ომები გარდაუვალია და ხელისუფლების ამოცანა მხოლოდ ამ ომებისთვის მზადებაა. რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ვერც ერთ ომს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ვერ ავიცილებდით. რომ ჩვენ არჩევანი მხოლოდ ჩაყოლასა და ჩათრევას შორის ჰქონდა. ჩვენი მმართველობა კი ამის საპირისპიროს ამტკიცებს. მაშინ, როცა ჩვენს გარშემო კონფლიქტების ცეცხლის რკალია, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არც ჩავყევით და არც ჩავათრევინეთ არავის თავი. ეს შევძელით იმიტომ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ვაქციეთ შესაძლებლობად და არა იარაღად ტრისა თუ მეგობრის ხელში. სწორედ ასეთია პოლიტიკურად შემდგარი სახელმწიფო და არა ის ლოზუნგების ქვეყანა, რომელშიც ოპოზიციას და მის აქტივისტებს უნდათ რომ დაგვაბრუნონ. მეგობრებო, მშვიდობის შენარჩუნებაზე არანაკლებ ძნელია მიტევება, ომის შემდეგ გდობის აღდგენა, გაერთიანებულ ქვეყანაში საერთო ენის გამონახვა. რაოდენ დიდი ტრაგედიაა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევით ჩაყრილი გდობის ნერგები დღეს ოპოზიციაში მყოფი ადამიანების მიერ ერთი ხელის მოსმით იქნა გადასხეპილი. გდობის აღდგენის ნაცვლად მათ ყველაფერი გააკეთეს დაპირისპირების, მტრობის და უნდობლობის გაღვივებისთვის. ისინი ერთნაირად ექცეოდნენ ოსებსაც და ქართველებსაც. მათი მთავარი მიზანი და უნარი ხალხის დაჩაგვრა, დამორჩილება და გამწარება იყო, რაც თანაბრად გამოუვიდათ მთელი მოსახლეობის მიმართ ეთნიკურობის განურჩევლად. და გონიათ მათ რამე ასწავლა ომმა და ტრაგედიამ? ან 2012 წლის მერე ყველა არჩევნების წაგებამ? ან მათი დანაშაულების საქვეყნოთ აღიარებამ? მათთვის რომ მოგვესმინა, მოხალისეები უნდა გაგვეგზავნა უკრაინაში და გამختარიყავით სამხედრო დაპირისპირების მხარე. დაგვეწესებინა სანქციები და გამختარიყავით ეკონომიკური დაპირისპირების მხარე. და როდესაც ესკალაცია ლოგიკურ შედეგამდე მივიდოდა და ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვეოდა, კვლავ დავინახავდით მათი მანქანების კოლონებს წითელ ხიდის და სარფის მისადგომებთან. და რას გვპირდებიან ახლა? ისევ იგივეს, ომში მოსახლეობის მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას, ესკალაციას. მათ კვლავაც სურთ, რომ გეოპოლიტიკა ქვეყნის წინააღმდეგ მოატრიალონ და საქართველოსთვის წყევლად აქციონ. მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის ამ ეტაპზე არ არსებობს ქვეყნის გაერთიანებაზე უფრო მაღალი მიზანი. ან როგორ შეიძლება რაიმე იყოს იმაზე უპირატესი, რასაც ადამიანებმა სიცოცხლე შესწირეს. ვერც ერთი იდეა ამ მიზანზე მაღლა ვერ დადგება. ქვეყნის გაერთიანებისკენ კი გზა მშვიდობაზე გადის და არა ომზე. ამიტომაც ჩვენთვის 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს წყალგამყოფად, რომ აღარასდროს საქართველო აღარ ჩაეფლოს მტრობისა და ღალატის მორევში. პირიქით, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის, ხალხების, ადამიანების, მოყვრების, მეგობრების გაერთიანება, მიტევება, ნდობა და რა თქმა უნდა, როგორც ამ ყველაფრის დიდი სიმბოლო, პოლიტიკურად ერთიანი საქართველოს აღდგენა. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე.
მოგესალმებით გორელებს, კასპელებს, კარელელებს, ხაშურელებს. განსაკუთრებულად მოგესალმებით გამყოფი ხაზის პირას ცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს. მე მინდა მივესალმო ჩვენს დელეგატებს, აზად უგლაძეს და ლადო ხინჩეგაშვილს და მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეგიონს ყავს აღზრდილი იმაზე მეტი ოლიმპიური ჩემპიონი, ვიდრე ძალიან ბევრ სახელმწიფოს. და ამით შეუძლია შიდა ქართლს იამაყოს. და ჩვენ განსაკუთრებულად გვიამაყება, რომ ჩვენ საპარლამენტო გუნდში, კონკრეტულად ამ რეგიონიდან იქნება წარმოდგენილი 3 ოლიმპიური ჩემპიონი. ბატონი ლადო, შოთა ხაბარელი და გენო პეტრიაშვილი მივესალმები განსაკუთრებულად სამივეს. ჩემს დღევანდელ გამოსვლასაც დავიწყებ იმის შეხსენებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართულმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ვინ თუ არა თქვენ შიდა ქართლის მოსახლეობა მიცით ყველაზე უკეთ მშვიდობის ფასი. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძიმედ გამოსცადეთ 2008 წლის ომთან დაკავშირებული ტკივილი. ტკივილი, რომელიც საქართველოს და ამ მხარეს წინა ხელისუფლების მოღალატეობრივმა დანაშაულმა მოუტანა. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები 26 ოქტომბერს ძალიან მკაფიოდ ეტყვით უარს ომს და აირჩევთ მშვიდობას, რაც საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. შიდა ქართლი ინახავს ჩვენი ქვეყნის უძვირფასეს მემკვიდრეობას, უამრავ ეკლესია მონასტერს, რომლებიც შეგვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაუფრთხილდეთ ჩვენი ეროვნული იდენტობის თითოეულ საყრდენს, მამულს, ენასა და სარწმუნოებას. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ხალხმა ასევე უნდა გააკეთოს არჩევანი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები ამ შემთხვევაშიც კაფიო არჩევანს გააკეთებთ. უარს ეტყვით ადამიანის ღირსების წაშლის ყოველგვარ მცდელობას და აირჩევთ ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს. ჩვენი არჩევანია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი და ამ მიზანს აუცილებლად მივახცევთ. საქართველოს აუცილებლად ექნება ნათელი ევროპული მომავალი, რისი მიღწევაც მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებით და ღირსების დაცვით არის შესაძლებელი. 2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო ადამიანების ერთობა, უცხოური აგენტურა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა. პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ქუჩაში ახალგაზრდების მკვლელობა, ბიზნესის ტერორი, ტელევიზიების მითვისება, სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკარგვა. ეს იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც აცმოძრაობის რეჟიმი ჩადიოდა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩააბარა და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა. ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის მანძილზე ჰქონდა, სწორედ ამ დემოკრატიული გარდატეხის შედეგია. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფო ჩამოყალიბებისთვის. მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობისთვის, რომელმაც საქართველოს უკვე ძალიან დიდი წინსვლა მოუტანა და მომავალშიც ასეთივე წინსვლას მოუტანს. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ქართული ოცნების 12 წლიანი საქმიანობის უმთავრესი შედეგები. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობის, წამების, არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა. 2.5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა, 10-ჯერ შევამცირეთ ციხეებში სიკვდილიანობა. გათავისუფლდა ბიზნესი და დამკვიდრდა მედიის თავისუფლება. ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანას არა უცხოური აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული სუვერენული ხელისუფლება მართავს. საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს იყო 28 მილიარდი ლარი, ხოლო ამ წლის ბოლოს უკვე 90 მილიარდ ლარს მიაღწევს. ხოლო ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტი გაიზარდა 10 მილიარდი ლარით. ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 3-ჯერ გაიზარდა პენსიები და რამდენჯერმე გაუმჯობესდა სოციალური დახმარების პაკეტი. ასევე რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი. ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტი ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც კონკრეტულად შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგა და ამ პროდუქციის ექსპორტი გაასამაგა. ქვეყნის მასშტაბით განახებდა უმუშევრობა 680,000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ ქვეყნის მასშტაბით დააღწია თავის სიღარიბეს.
ქართული ოცნება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია. და ამ ყველაფერთან ერთად საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მოუტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამის შემოქმედებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის. ეს არის მიღწევები, რომლებსაც უნდა გაუფრთხილდეთ და რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება უნდა დავაფუძნოთ. თუ ჩვენ განვითარების დღევანდელ ტემპს შევინარჩუნებთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზით ქვეყნის ბიუჯეტს. შესაბამისად, მინიმუმამდე დავიყვანთ უმუშევრობას და სიღარიბეს ჩვენს ქვეყანაში, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა. ამ ყველაფრისთვის კი მთავარი მშვიდობის შენარჩუნება, რისთვისაც 26 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ. 3000 წლის განმავლობაში საქართველოს უამრავი ქარტეხილი აქვს გამოვლილი, მაგრამ სადაც ერთ მუშტად იყო შეკრული ერი და ბერი, სადაც ქართველი ხალხი ერთად იდგა საკუთარი ეროვნული თვითყოფადობის, მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად, საქართველოს დამარცხება ვერავინ შეძლო. საქართველოს ვერც 26 ოქტომბერს ვერავინ დაამარცხებს. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო. მადლობა. ახლა კი ქართული ოცნების დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და პირველი ნომერი საარჩევნო სიაში და არა მხოლოდ საარჩევნო სიაში და მეთანხმებით ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მოგესალმებით საქართველოს ულამაზესი კუთხის შიდა ქართლის შვილებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს შუაგულში კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას ჩვენს ერთადგომას, სიძლიერეს და სიმრავლეს. ჩვენი ქვეყნის ისტორიის მრავალფეროვნებისა და უნიკალური კულტურის დღევანდელ დღემდე მოტანაში თითოეულ კუთხეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ქართლი კი ყოველთვის ყველა კუთხის ამ მრავალფეროვნების შემკვრელი იყო და მუდამ მტკიცად იდგა საქართველოს თვითყოფადობის სადარაჯოზე. 3000-ლოვანი უფლისციხე, ყინწვისი, ატენის სიონი, წინაპრებისგან დატოვებული კიდევ უამრავი ხუროთმოძღვრების ძეგლი ყველაზე თვალსაჩინოდ შეგვახსენებს თუ რამდენი რამ შეძინა ჩვენს ქვეყანას ამ ულამაზესმა კუთხემ. მრავალი საუკუნის მანძილზე ჩაუხრელი შრომა და ბრძოლა ქართველი კაცის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, რამაც მტკიცე ხასიათი ჩამოგიყალიბათ. ძნელბედოვისადმი შეგუების უფლება არ მოგცათ და მომავალი თაობების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ღირსეულად გატარებინათ. 12 წლის წინ თქვენს წინაშე გამოსვლისას მე დააკვირდით, რომ სახელმწიფო ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა და ეს დაპირება შევასრულეთ. შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და სოციალური დახმარებები. 100,000-ობით ადამიანმა დაძლია სიღარიბე. განსაკუთრებით ყურადღებას უთმობთ განყოფი ხაზის პირას ცხოვრებ მოსახლეობას. ხორციელდება სოციალური პროგრამები დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, მათთვის შემუშავებულია და მოქმედებს რამდენჯერმე გაზრდილი სოციალური დახმარებისა და შეღავათების პაკეტი. 2012 წელს ჩვენ ვაცხადებდით, რომ ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყნის საფუძველია და დააკვირდით, რომ ქართული სოფლის აღორძინებისთვის მილიარდიან ფონდს შევქმნით. ამ დაპირების შესაბამისად სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის ყოველწლიურად 100 მილიონი ლარი იხარჯება. შედეგად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა. შეიქმნა 420 ახალი გადამამუშავებელი საწარმო და შემნახველი ობიექტი. 23,000 ჰექტარზე გაშენდა მრავალწლოვანი კულტურები. 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობები და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება. 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც ტრადიციული ბაზრები გააქრო და ალტერნატიული ვერ მოიძია, ჩვენ მოვახერხეთ და ქართული პროდუქცია დავაბრუნეთ რუსეთის ბაზარზე.
პარალელურად კი ახალი ბაზრებიც ავითვისეთ. დღეს ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და სოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმატებით იყიდება ქართული ღვინო, ხილი და მრავალი სხვა აგრარული პროდუქტი. 12 წლის წინ თქვენ წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით ვთქვი, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი სტრუქტურული არჩევანი იყო. თუმცა მეზობლებს ვერ ავირჩევდით და ამიტომ ევროინტეგრაციის პარალელურად რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა. მე დააკვირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. და დღეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას. ეს კი იმის პარალელურად, რომ ქართველ ხალხთან ერთად სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლება. გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს ჩვენი ქვეყანა არა უსიტყვო მორჩილებით, არამედ ღირსებითა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს. კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად გაგრძელდება. თუმცა დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა საგანგებო გამოწვევების წინაშე დგას. ყველაფერი უკან დაგვრჩება თუ გარეთ დაკვეთით მოქმედ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას, ქვეყნის არევის შესაძლებლობას მივცემთ და მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ. დღეს ოპოზიცია ეწოდება ომის პარტიას, რომელიც ქვეყნის საზიანოდ ნებისმიერ დავალებაზეა ხელის მომწერი. ხოლო მეორე მხარეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. ასეთ პირობებში ჩვენს გუნდს საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს და ჩვენს გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა ჩვენი ამოცანა არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. ეს არ არის ჩვენი ახირება. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნის ყველაზე მყარ გრძელვადიან გარანტიას ჩვენი ქვეყნის შეუქცებადი განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ მინდა განმარტო თუ რისთვის მშვიდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგცემს საშუალებას ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საფუძვლიანად გავაჯანსაღოთ. დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იბრძოდნენ და ისინი გარკვეული პერიოდულობით ხელისუფლებაში ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ვიდრე ოპოზიცია დამნაშავეთა ერთიანობას ეწოდება, საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება. დღეს ჩვენ გორში ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც 1000 წელია საქართველოს ძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ მტკიცედ დგას. ქართველების ენით აღუწერილი გმირობის კიდევ ერთი გასაოცარი ისტორია სწორედ აქ, სოფელ შინდისთან დაიწერა. ისტორია, რომელიც გვახსენებს თუ როგორი თავდადებით შეუძლია ქართველს საკუთარი სამშობლოს დაცვა. ეს ქალაქი და მთლიანად შიდა ქართლი 2008 წლის ომის ქარტეხილის მომსწრეა. დღესაც 12 წლის შემდეგ კვლავ აქ ვდგავარ და სამწუხაროდ ისევ იმ გამოუსწორებელ შედეგებზე მიწევს ლაპარაკი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარ ქვეყანას დაატეხა თავს. იმ აბედით მოვლენებიდან უკვე 16 წელი გავიდა, თუმცა მაშინ მოყენებული ჭრილობა ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძაფრად გამოსადეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ხელისუფლების ღალატმა. ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული 10,000 ადამიანი და ასობით ქართველის შეწირული სიცოცხლე. ეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მემკვიდრეობაა. საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ისეთი დანაშაულის ჩამდენ ძალას, რომელიც დღესაც ქვეყანას ომისკენ ეკაჩება, ძალაუფლების დაბრუნების თეორიული შესაძლებლობაც კი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.
ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს. განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის. მეორე, ჩვენ პარლამენტში უკვე წარმოადგენთ კონსტიტუციური კანონპროექტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ისევე ეწინააღმდეგება, როგორც ყველა სხვა ეროვნულ წამოწყებას. ქართველი კაცის მორალი დღეს ოპოზიციისა და მისი მფარველების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს. მათ ზუსტად იციან, რომ საზოგადოება მაშინ ხდება უსიტყვოდ მორჩილი, როდესაც საკუთარ წარსულზე, ისტორიასა და ღირებულებებზე ამბობს უარს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს აუცილებლად ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში და როგორც ოჯახურ ღირებულებებს, ისე არასრულწლოვანთა ინტერესებს უმაღლეს კონსტიტუციურ რანგში დავიცავთ. მესამე, საქართველო და მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად დაღვრილი სისხლით წერდნენ ისტორიას. მომავალ თაობებს უნარჩუნებდნენ იმ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებაც საქართველოს ევროპული იდენტობა შემოუნახა. ქრისტიანული სარწმუნოება მამულთან და ენასთან ერთად ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელიც განსაკუთრებულ მოფრთხილებასა და დაცვას საჭიროებს. გასაკვირი არაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება. მეოთხე, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, ეროვნული ამოცანა, გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა. ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობის განხორციელება გახდება აუცილებელი. დაბეჭდებით შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც შეუქმნის დაბრკოლებას. იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, ქართულმა ოცნებამ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ჩემს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შევეხე. თუმცა მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე. ცხადია, ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მეტიც, არც ერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არ აქვს იქ ცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა ამ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღებებდა საქართველოს მთლიანობას. 2012 წელს, როდესაც თქვენთან ერთად ვემზადებოდი კრიმინალური რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად, თქვენ წინაშე ამ ქალაქში ცლად ვისაუბრე სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ პროვოცირებული ომის შესახებ და მინდა ჩემი 12 წლის წინანდელი გამოსვლიდან მცირე ამონარიდი გავიხსენო. 2012 წელს 12 წლის 15 ივლისს მეგითხარით შემდეგი. გული თუ გვინდა რომ ამ ჭრილობამ ბოლოს და ბოლოს პირი შეიკრას, ჯერ ჩვენ შევკრათ პირი დღეს აქ. ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ჩვენ შევძლებთ არა მარტო პატიებას, ჩვენი ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შევქცევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოუხდით ბოდიშს. ჩვენ ვეფხისა და მოყმის შემქმნელი ხალხი ვართ. ჩვენ სამძიმარს ვეთყვით ოს დედებს. დავეხმარებით მათ უგზო-უკლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში. ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. მომავალშიც
ჩვენ მხოლოდ გზას დაულოცავთ ქართულ ოსურ ოჯახს, რომელიც ყოველთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო აქ ამ მხარეში. ჩვენ ქართველებმა და ოსებმა ერთად უნდა შევძლოთ ურთიერთობის აღდგენა, რადგან ამდენი რამ გვაკავშირებს და გვაახლოვებს ერთმანეთთან. ჩვენ გამოვნახავთ მის ადგომს ჩვენს დებთან და ძმებთან, ოსებთან. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მათთან ურთიერთობას. თქვენ წინაშე ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ 12 წელი გავიდა. სწორედ ეს დრო დაგвшირდა იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს უკვე ხმამაღლა ყოველგვარი მორიდების გარეშე საუბრობთ ომის გამჩაღებელ ნაციონალურ მოძრაობაზე. რამე თუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი. ჩვენ კარგად გავაცნობიერებთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო. არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებმა მიზნად სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს, რაც სამწუხაროდ წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურა. დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეს არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ცხოვრებ ადამიანებს დობის აღდგენის სურვილს გაუჩენს. 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლი ყველა დამნაშავე ქართულ ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვზავნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავს მოხვეული ძვათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება. საქართველოს გულში მცხოვრებო ჩემო თანამოქალაქეებო, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა მოვიხადოთ თვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი მიზანია არა წარსულში დაბრუნება, უსიტყვო მორჩილება და ომი, არამედ მომავლის შენება და განვითარება. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დაწყებული გზა ოს ხალხთან შერიგებით გავაგრძელოთ და ყველა ერთად გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. მხოლოდ მშვიდობითა და კეთილდღეობით. გაუმარჯოს ქართველებს!
გაუმარჯოს ჩვენს ოს დებსა და ძმებს. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. Sadardelo, c'è mi sa